მოგესალმებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის. ძალიან ბევრი ვართ და გთხოვთ მოვიწიოთ სცენისკენ, რათა ჩვენს მეგობრებს მივცეთ საშუალება რომ მოედნისკენ გადმოიწიონ. ჩემო კარგებო, ძალიან ამალღებელია ამ ხელა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა და პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის რომ ხართ აქ და დიდი მადლობა იმ გამარჯვებისათვის რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. გამარჯვება რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი მშვიდობიანი განვითარება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თავებებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ჩემო კარგებო, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე. ბატონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ გძნობთ. რა თქმა უნდა არ იქნებოდა არც 2012 და არც ერთი სხვა გამარჯვებები, რომ არა თქვენი მხარდაჭერა. ეხლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო 2012 წლის გამარჯვების ერთ-ერთი თანაავტორი, ჩვენი გუნდის პრინციპული ლიდერი, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მადლობა. მოგესალმებით ჩემო თანამოქალაქენო. ჩემო თანამებრძოლებო. ჩემო მეგობრებო. მივესალმებით ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართულ ხალხს. მივესალმებით სრულიად საქართველოს. მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია, ძვირფასებო, 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში მე მინდა გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თქვენი ნდობისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის. მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ყველას. დღეს აქ თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართული ხალხის ძალა და სიბრძნე. ქართული ხალხის მტკიცე სურვილი იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. სახელმწიფოში, სადაც დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება. სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე
უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოუაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და პასეულობები, ჩემო ძვირფასებო, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს. ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია, რომ იტყვიან ყველა სფეროში. საშინაო თუ საგარეო პლანზე, ყველა მიმართულებით. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა. გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას. და რაც მთავარია, ხელისუფლება იმსახურება ხალხს. დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი. რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება, რა თქმა უნდა, უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. გამოუსწორებელი შეცდომები. სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ რომ იტყვიან, აღვადგინეთ სამართლიანობა. დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები. ახალაია მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი მეგის კარდავა რამდენიმე კვირის კი ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან და საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩხულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მიუჩნიეთ ციხეში. ადრე თუ გვიან ძვირფასებო, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას. არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას. არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას. არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას. აქვე არ შემიძლია არ გავისმოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ხავს. როგორი დანაშაულებიც არ უნდა გქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ ხალხი იმსახურებს. ჩვენ არ მოვექცევით მათ და არ მოვექცევით მათ ისე როგორც მტრებს,
როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ კაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. და აი ყველა მიცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება. ჩვენ დღეს აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართული ხალხის არჩევანი. ქართული ხალხის თქვენი ძალა, ძალა რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, ძალა რომელიც დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებას და რეგრესს, საბოლოო ჯამს ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ამ ანტიეკლესიურმა და ანტიარევნულმა ძალებამ, კვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, ბოიკოტი და არეულობა, თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი, ჩვენი ხალხის, თქვენი უმრავლესობის ნდობა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. აი ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. მადლობა. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოგესალმებათ, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო. უშუალოდ შევხვდით მოსახლეობას და მათი პრობლემები და მათი გამოწვევები მოვისმინეთ. ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში. ჩვენ ერთად, მეგობრებო, ერთობლივი ძალისხმებით ყველა პრობლემას დავძლებთ. მე დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, გაერთიანების წლები. ჩემი დიდი სურვილია დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ ისევე როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი გაიმარჯვებს, ზუგდიდი გაიმარჯვებს, ქუთაისი გაიმარჯვებს, ბათუმი გაიმარჯვებს, ოზურგეთი გაიმარჯვებს, რუსთავი გაიმარჯვებს, ფოთი გაიმარჯვებს, თელავი გაიმარჯვებს, თიანეთი გაიმარჯვებს, ქარელი გაიმარჯვებს, ხაშური გაიმარჯვებს, მეგობრებო, ცაგერი გაიმარჯვებს, ბაღდათი გაიმარჯვებს, წყალტუბო, სენაკი გაიმარჯვებს, მარტვილი გაიმარჯვებს, ხობი გაიმარჯვებს, წალენჯიხა გაიმარჯვებს, ჩოროწყუ გაიმარჯვებს, ხელვაჩაირი გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს. მერტი იყო ჩვენი პარველი. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ბატონო ირაკლი და თქვენთან ერთად მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვის, მადლობა უთხრა მინისტრთა კაბინეტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღურად შრომობს ამისთვის. ეხლა კი მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ადამიანი, რომელიც არის ჩვენი პარტიის ლიდერი. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ირაკლი კობახიძემ გადმოიბარა ჩვენი პარტიის ლიდერობა. ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვებები და ბოლო არჩევნებში მიღწეული გამარჯვებები ამის დასტურია. ადამიანი, რომელიც არის თანამედროვე ქართული კონსტიტუციის, ევროპული კონსტიტუციის ავტორი, ჩვენი პარტიის ლიდერი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, მეგობრებო, თანამებრძოლებო, მხარდამჭერებო, ყველას მოგესალმებით, ჩვენს მოქალაქეებს. მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10,000-ობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეკრიბათ. 2012 წელს აქ ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართულ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია, ქართული ოცნება დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება. ეს არის ოცნება ერთიან საქართველოს. ჩვენი ოცნება გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი, ძმებისა და დების დაბრუნება. ჩვენი ოცნება ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი. ჩვენი ოცნება საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით. ჩვენი ოცნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგცემს ძალას დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელი არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს სტარტდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში ხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა. ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შეასრულებას. ეს არის უნიკალური შეასრულება, საბოლოოდ დაამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისათვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის. 30 ოქტომბერს ერთხელ კიდევ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გუნდის ოცნება არის ერთიანი საქართველო და მთლიანი საქართველო და მე მინდა მივესალმოთ ჩვენს დევნილ თანამოქალაქეებს, რომლებიც აქ მრავალ არიან. ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. ეს ნამდვილად გარდუალია, მაგრამ
ჩვენი ოცნებაა, ჩვენი ქართული ოცნებაა, ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ოჯახის, რომელშიც არის და ოდითგანვე იყო ჩვენი ადგილი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი რეფორმა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ კაცის თაოსნობით, ჩვენი ლიდერის კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძებთ შემდეგი 3 წელი ვიშრომოთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, მივესალმები სრულიად საქართველოს. მადლობას გიხდით. თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს. თუ მივიწევთ წინ ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ. წინ ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენთაგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, ვინ რა პროფესიის წარმომადგენელია. დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორიის და კულტურის საწყისებზე. და ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ გულით. ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და საკუთარ ხალხთან. ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას და მომავალს წაადგება. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე სამშობლო გვაქვს. სწორედ თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის მიდგომა, რაც ძალიან სჭირდება რეგიონების განვითარებას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. მათი ინტელექტი, ახალგაზრდული ჟინი, мотивация და ენერგია ქვეყნის საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ და მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მხრივ გვპირდებით, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს თავის რეალიზება, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შეუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას. ქართული ოცნების პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია. ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ახალ დონეზე აიყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა ჯეროდეს
ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების. გამარჯვება, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. და აუცილებელია, რომ მათთან გამკლავება იყოს ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი 3 წელი ქვეყანაში უნდა დაეთვას მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს. როგორც დაწყებული რეფორმებების ბოლომდე მიყვანაც ისე ახალი რეფორმების დაწყებას. და რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენ აფხაზ და ოს, ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთად გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო. და ეს შეუძლებელია თუ არ ვიდგებით ერთად, დიახაც ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრების და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლას. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი სოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენის და ევროპული მომავლის მქონე ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ. ქართული ოცნება უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი ქართული ოცნების, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობის და სიმშვიდის. ჩემი ოცნება, ჩემ სამშვილთან ერთად, ჩვენ შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად აგვიხდება. ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კახა. მეგობრებო, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის და სახელმწიფო ტირანიის წინააღმდეგ, ჩვენ გვიწევდა შევბრძოლებოდით სახელმწიფო მანქანას, რომელიც აშინებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომელიც ატუსაღებდა და აწამებდა საკუთარ მოქალაქეებს. ბრძოლა გვიწევდა იმისთვის, რომ დაგვეცვა ადამიანების სიცოცხლე და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ყოველთვის იყო სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი, ჩვენი გუნდის ლიდერი თეა წულუკიანი. გთხოვთ, ქალბატონო თეა. ძვირფასო თანამებრძოლებო, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის, ამდენ წლიანი მხარდაჭერისთვის, გამძლეობისთვის. მე მინდა დავიწყო და ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს, ახალგაზრდებს. ჩვენ ვინც ვართ დღეს აქ ხელისუფლებაში, ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელიწადსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა. ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, როცა ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს,
ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი და გვარდია, არ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიცია, სამაშველო სამსახური. ისინი იბრძოდნენ სუვერენიტეტისთვის. მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ებრძვის ბოროტი ძალა. მათ შემოგვინახეს ენა, შემოგვინახეს კულტურა და შემოგვინახეს ჩვენი სამშობლო. ჩვენი თაობა და ასაკი ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თვალით ვნახეთ სისხლი, ჩვენ ვნახეთ ჩვენი თაობის, ჩვენი ასაკის გოგო ბიჭების დაღვრილი სისხლი აი აქ რუსთაველზე. ასევე ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, ომებსა და ბრძოლებში დაღვრილი სისხლი. ასეთი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოვდივართ ისინი, ვინც ვართ დღეს ხელისუფლებაში. მადლობა წინათაობებს, ვინც მოგვიყვანა დღემდე იმისათვის, რომ დღეს ჩვენ აქ თავისუფლების მოედანზე ერთად მდგარიყავით. მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ ქართულ ოცნებას ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო გამოიხედეთ ციხის საკნიდან. ნახე რამდენი თავისუფალი ქართველი აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენს წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები. მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. რომ არა, ბედის უკუღმართობა და მასავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე საუბედუროდ არის ასეულობით ათასობით ქვეყანაში დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან, რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ. შაბათს მე მოვუწოდებ ყველა დედას. არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დაუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისე გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ. დიახ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თუნდაც ერთი მაგალითი კმარა, რომ ეს ძალა დავახასიათოთ, ქართული ოცნების ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენ შვილებს. არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა რაიმე პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი, რომ დევნილები უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი შვილები უნდა დავბრუნდეთ, იქ თავიანთ თანატოლებთან უნდა დაბრუნდნენ. ამისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. რა კავშირი აქვს ამას შაბათის არჩევნებთან? კავშირი არის მარტივი, იმიტომ რომ ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთ მოძულეობა, ადამიანთ მოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა. სია თუ რა ვაკეთეთ ჩვენ არის გრძელი. ამისთვის მე დღეს დრო რა თქმა უნდა არ მეყოფა. მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშეც ჩივილსაც თქვენ
აზრიანად მიიჩნევთ. ჩვენ დღეს გვაქვს ქართული საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია. დღეს ჩვენ ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისათვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო. ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომლებთანაც ზოგი გარდაცვლილია, ზოგი დღეს ასაკშია. აი ეს კაკუნი ჩვენ ამ პროცესის შედეგი დავაყენეთ და არ დარჩა უბრალოდ კაკუნად. წინ გრძელი გზა ევროპაში იმ კუთვნილი ადგილის დაკვირვებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით. რა იქნება მომავალში? მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაზე ორ დიდ მტერს ვებრძოლოთ, რომელიც ყველაზე ძნელი დასამარცხებელია. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ეს არის ის ორი რეალური მტერი, რომელიც დღეს ჩყავს ჩვენს ქვეყანას. 3 წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების და ასეთია ჩვენი ხვედრი ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეში ჭამიებს, არა ქართველთ მოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ეხლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ დგავართ მაგრად, დგავართ მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. მადლობა ყველას. ყველანი მივდივართ შაბათს არჩევნებზე, ვიმარჯვებთ და ვაგრძელებთ შრომას. ის, რაც მე ჩამოვთვალე, ის, რასაც სხვები ჩამოთვლიან, ის სირთულეები, რაც ყველას ოჯახში ტრიალებს, რა თქმა უნდა მოსაგვარებელია. ეს ჩვენი თაობის მძიმე ხვედრია, მაგრამ ის ხვედრია, რომელიც რჩეულთა ხვედრია. ჩვენ ჩვენი შრომით შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს უკეთეს საქართველოს გადავაბარებთ. ღმერთი გფარავდეთ წინ გამარჯვებისკენ. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, რომელიც იბრძვის მერობისთვის რუსთავში. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით, თავისი მონდომებით გამოიარა ძალიან ბევრი საფეხური და დაამტკიცა, რომ არის საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები, თანამედროვე, პროგრესული, იმისათვის, რომ რუსთავი გახადოს კიდევ უფრო კომფორტული რუსთაველებისთვის და რუსთაველებისთვის იშრომოს იმისათვის, რომ მათი ყოველდღიურობა გაუმჯობესოს. თხოვთ, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს. მადლობა, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ემოცია. ვიყო დღეს თქვენთან ერთად. რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
ახლებურად შევხედოთ მომავალს. გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის დაგვაბრუნოს წარსულში. ჯერა რომ ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება იმისთვის, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლების და წარმატების გზა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის ვაპირებთ, რომ დაუთმოთ. რადგან ბევრი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს. არ შემიძლია ჩემ რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრი არიან, განსაკუთრებით არ მოვეფერო. ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ. ჩვენს მეგობრობის ქალაქში ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი ჩვენ ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. სწორედ ესე, სოფლების განვითარებით, ქალაქების განვითარებით, ჩვენ ყველანი ერთად შევიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების, ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მხარდამჭერებო, მე რამდენიმე წუთით მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ჩემ მხარეზე. გამოგიტყდებით, ცოტა მიკერძოებული ვარ და მინდა მეგრელებს მივასალმო. გუგალეთ, მარგალეთ! ჩვენ 30-ში გვჭირდება თითოეული თქვენგანის მობილიზება. თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მხარის, ჩვენი ქალაქების და ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარება. სამეგრელო და კერძოდ ზუგდიდი ყოველთვის იყო ადამიანური ურთიერთობების ქალაქი და არა დაპირისპირების და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის ქალაქი. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და ზაგდად ბოროტება და ზაგდად ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობა და განვითარებას აფასებდნენ და არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მე მინდა მოგმართოთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ყველამ ერთად 30-ში მივიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ვითარება, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი არ მოვიდა არჩევნებზე. ზოგიერთმა თქვა, რომ ისედაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანამონაწილეობა და ეს თანამონაწილეობა აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ჩვენ დავასრულოთ კინკლაობა და 30-დან შევუდგოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებას. მეგრელებო, გაგიმარჯოთ! ჩვენ დღეს აქ ვართ შეკრებილები თავისუფლების მოედანზე თბილისში. თბილისი არის ქართული სახელმწიფოს მრავალფეროვნების და ქართული სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლო. და დღეს თბილისს ყავს საუკეთესო მერი, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი სიყვარულით ამ ქალაქის მიმართ, გამოირჩევა თავისი ლიდერობით და არის ყველასათვის საიმედო, არა მხოლოდ თბილისელებისათვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისათვის. თბილისის მერი ბატონი კახაკალაძე.
მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს, ხარდამჭერებს. მივესალმები სრულიად საქართველოს. მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ. ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვა მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეკვრა საერთოდ მიზნის მისაღწევად. ჩემთვის შეუძლებელია ემოციის გარეშე გამოსვლა აქ შეკრებილი უამრავი ღირსეული პატრიოტი ადამიანის წინაშე. დღეს ისევ დგავარ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს. როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ. დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი. ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. ალბათ, არავინ მიწყენთ ჩემო მეგობრებო თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ. სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ. თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემად შეეძლო. ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე. ამიტომ მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა. მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ჩემო მეგობრებო, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა და მაშინ როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის. ჩემზე ბედნიერი და ამაყი ალბათ დედამიწაზე მაშინ არავინ იყო. ვერავინ აღწერს. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, მეგობრებო, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან ჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის. მე დღეს ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თბილისზე. იმაზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად. იმაზეც, რისი გაკეთება ჯერ ვერ მოვასწარით, მაგრამ რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც სამომავლოდ გეგმავთ თბილისისთვის. თუმცა ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ პირველ რიგში ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში. პირველ რიგში თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლოს ზღვარი, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის.
არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის. 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება. ჩვენ ყველამ ერთად 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ. ყოველმა მეორე მოქალაქემ დობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, როგორც მართველი პარტია არის ამ ღირებულებების გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა. ჩემო მეგობრებო, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. ჩემო მეგობრებო, დღესაც 21 საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვს. 9 წლის წინ ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეძლო ბოროტი მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება, მეგობრებო. ჩვენ 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და წმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან. უნდა შევეცადოთ, აუხილოთ თვალი მათ და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივიცემისკენ. ჩემო მეგობრებო, ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მშვიდობის მოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი. სწორედ ამიტომ 30 ოქტომბერს ქუძზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დაუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე, უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გაუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გაუხსნათ კეთილშობილ პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში, კარი გაუხსნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადამიანებს ამ ქვეყნის ბედი აღელვებთ, რომლებსაც შეუძლია საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი. მაგრამ სამწუხაროდ დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებენ ქართულ პოლიტიკაში. ჩემო მეგობრებო, 30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე
ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება. ჩვენს ქვეყანას გაუმართ! გაუმართ! ჩვენს დედაქალაქს გაუმართ! გაუმართ! ჩვენს წარმატებას გაუმართ! ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამებრძოლებო, საქართველო აქ არის. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. ჯერა 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო. მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე. მოდით, რათა ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ. გაზაფხულის გლავაც დამხატველო ცისრასულის თმახა რა ხარის მოდი ალვის ხეს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეცაკ ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ლაღის არბიელი ლაღი მთანამდელო ლაღი მიმოქცევა საშორის ახალ თაობათა მოსვლობს სანადრელო შეხარშუქი ჩემი ჯანარის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეცაკ ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო
მადლობა. 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 დიდი მადლობა. საქართველოს გაუბარ! 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 დიდი მადლობა. მერტი იყოს თქვენი პარველი. მადლობა. მადლობა.